დილა მშვიდობისა ორშაბათია და რა თქმა უნდა ტრადიციულად გარემოს ეროვნული სააგენტოდან შემოგიერთდით. გასული კვირა არც ისე თბილი იყო, ცოტა ცივი დღეები გქონდა. დღეს დილიდან ქარია დედაქალაქში, თუმცა მომდევნო დღეების განმავლობაში როგორი ამინდი გველოდება, ამას უკვე რა თქმა უნდა ჩვენს მასპინძელთან ერთად გავარკვევთ. ხათუნა ქოქოსაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. ქალბატონ ხათუნა, მოდით დავიწყოთ ქარით, იმიტომ რომ დღეს დილიდან ესე მოულოდნელად იყო ქარი, არის ქარი დედაქალაქში. როდემდე გაგრძელდება ეს ქარიანი დღე და თბილისის გარდა კიდევ ამ მიმდინარე კვირის განმავლობაში სად უნდა ველოდოთ ქარს? მოგესალმებით. დიახ, დღეს მთელი დღის განმავლობაში ქარი იქნება, ღამით შესუსტდება და ხვალ უკვე ჩადგება და მთელი კვირის განმავლობაში ქარი აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში უკვე აღარ გვექნება თბილისში მათ შორის და დასავლეთ საქართველოში 11 მარტიდან გვექნება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი და 11-ში, 14-ში, 15-ში კიდევ უფრო გაძლიერდება, თუმცა იმ შუა პერიოდში 11-დან 15-მდე 16-17 მეტრი წამლის სიჩქარის ქარი იქნება და 11-ში დაახლოებით 25-მდე შესაძლებელია გაძლიერდეს 25 მეტრი წამამდე და 14-ში და 15-შიც ასე 20-25 მეტრი წამამდე იქნება ოღონდ დასავლეთ საქართველოში. აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში აი გორისურამის მონაკვეთზე 20-22 მეტრი წამლის სიჩქარის ქარი. ანუ დასავლეთ საქართველოში ყველგან ეხება ეს თუ არის რაღაც გამონაკლისები, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი ქარი თქვით ახლა და თან მთელი კვირის განმავლობაში. დიახ, უმეტესად კოლხეთის დაბლობზე იქნება ეს ძალიან ძლიერი ქარი, თუმცა მთიან და მაღალმთიან რაიონებშიც 15-16 მეტრი წამამდე იქნება, აი როდესაც ვთქვით ეს ძალიან ძლიერი, როდესაც იქნება, იქაც 17-18 მეტრი წამამდე გაძლიერდება მთიან მაღალმთიან რაიონებში. რაც შეეხება ნალექს ამ კვირის განმავლობაში, ნალექს თუ უნდა ველოდოთ და აი თქვათ თოვლით თქვათ მაღალმთაში, მთაში, იმიტომ რომ ჯერ ისევ მაინც ზამთრის კურორტები მუშაობს, ვისაც უყვარს სრიალი, ისინი შაბათ-კვირას განსაკუთრებით აღმოსავლეთ და დასავლეთ ზამთრის კურორტებზე მიდიან, ზამთრის კურორტებზეც რო ვთქვათ, იქ თუ იქნება თოვლი. დიახ, დღეს დასავლეთ საქართველოში ნალექი არის, შენარჩუნდება ეს ნალექიანი ამინდი დაბლობში წვიმის და მთიან მაღალმთიან რაიონებში თოვლის სახით. ხვალიდან შეწყდება ნალექი და მთელი კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და თოვლიც აღარ იქნება. არა, აღარც თოვლი იქნება, აღარც წვიმა არ იქნება დასავლეთ საქართველოში და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში კვირის განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და 14-ში, 15-ში, ანუ შაბათ კვირას ბარში წვიმა იქნება და მთიან მაღალმთიან რაიონებში თოვლი გვექნება. ანუ ძლიერი არა, დაახლოებით 2-3 მილიმეტრი ნალექი. აი ბარში როდესაც თქვით წვიმა ყველგან ეხება მთელ აღმოსავლეთ საქართველოს ეს? დიახ, უმეტესად ნალექი იქნება, კი მათ შორის თბილისშიც 14-ში განსაკუთრებით და 15-ში ზოგან იქნება. და ტემპერატურაც რო ვთქვათ, ამ დღეების განმავლობაში როგორი ტემპერატურა გველის, გასული კვირა საკმაოდ ისეთი ცივი იყო და ეს მიმდინარე კვირის განმავლობაში როგორი გვექნება ჰაერის ტემპერატურა? მომდევნო კვირის განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ცოტა მოიმატებს 16-17 გრადუსამდე და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში ანუ დასავლეთ საქართველოში მაინც მაყურებელს რო შევახსენოთ, უფრო ქარიანი დღეები იქნება, თუმცა ტემპერატურა მაინც შედარებით მოიმატებს, ხო? დიახ, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში 10-12 გრადუსამდე. ძალიან დიდი მადლობა ხათუნა ქოქოსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. კიდევ ერთხელ რო შევაჯამოთ, დასავლეთ საქართველოში უფრო მეტად ქარიანი დღეები იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაში და ტემპერატურა შედარებით მაღალი, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში, აქ ქარი არ გვექნება, თუმცა ტემპერატურა უფრო დაბალი იქნება, სადღაც 12 გრადუსამდე და კვირის ბოლოს ნალექს უნდა ველოდოთ. დაგემშვიდობებით მე წარმატებულ დღეს, წარმატებულ კვირას გისურვებთ.